მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. ხელოვნური ინტელექტი ვითარდება და სიახლეები არც ახლა არ გვაკლია, ვინაიდან სიახლეების ფონზე ხელოვნური ინტელექტს ემატება ახალ-ახალი ფუნქციონალი და ზოგადად ფუნქციონალი, რომელზედაც დეველოპერები ძალიან აქტიურად მუშაობენ, ეს უკავშირდება ინფორმაციის ფილტრაციას. მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი არ უნდა თქვას, რადგანაც ადამიანებმა შეიძლება ეს ინფორმაცია ან ბოროტად გამოიყენონ, ან შეიძლება შეცდომაში შევიდნენ და ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს. მოკლედ, შემთხვევა, რომელზედაც ახლა უნდა ვისაუბროთ, სწორედ აი ამ კატეგორიას განეკუთვნება. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა Grok-ი კი არის ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანიის XAI მიერ შექმნილი მოდელი, აი ამ მოდელმა მომხმარებელს მისცა საინტერესო რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეკლა კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი. ცხადია, ეს არის შემაშფოთებელი რამ, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი წესით ასეთ საკითხზე, ასეთ ამამად არ უნდა საუბრობდეს და თუ ჩვენ გავტესტავთ მაგალითად ChatGPT-ს, Gemini-ს ან Anthropic-ს, დავინახავთ, რომ ყოველი მათგანი მსგავს სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით გვეუბნება შაბლონურ პასუხს, რომ მას ამ საკითხზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ Grok-ი გამორჩეული AI მოდელია, რადგანაც მას აქვს როგორც იუმორის შეგრძნება, აგრეთვე სარკაზმი და ხშირად ის იმაზე ნაკლებად პოლიტკორექტულია, ვიდრე რეალურად AI მოდელი უნდა იყოს და ეს შემთხვევაც სწორედ ამაზე მიუთითებს. მომხმარებელმა ამ საკითხთან დაკავშირებით X-ზე სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა პოსტიც და როგორც ჩანს, სხვა მომხმარებლებიც მიდიან ხშირად ასეთ საუბრებამდე, როდესაც ისინი ესაუბრებიან Grok-ს და ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ამბობს, რომ Grok-ი მშვენივრად გასცემს რჩევებს ნარკოტიკების დამზადებასთან დაკავშირებით და ერთმა საერთოდაც ბომბის დამზადების ინსტრუქციაც კი მიიღო Grok-ისგან, რაც არის შემაშფოთებელი, რადგანაც როგორც თქვით, შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ გაუთვითცნობიერებელ მომხმარებლებმა და აგრეთვე ცუდმა აქტორებმა, რომელთაც რა თქმა უნდა ბომბის დამზადებასთან დაკავშირებით წესით ინსტრუქცია არ უნდა ჰქონდეთ. ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ XAI ამ საკმაოდ არასასიამოვნო გარღვევას არ მოაგვარებს და უსაფრთხოების სტანდარტებს არ გაუმჯობესებს, ცოტა ხანში იმაზე რთულ სკანდალში აღმოჩნდება კომპანია, ვიდრე ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა ChatGPT და მისი დამფუძნებელი სემ ალტმანი, როგორც ვიცით, მისი შემქმნელი სემ ალტმანი, როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად chatbot-თან ამ არასრულწლოვნის კომუნიკაცია გახდა. სწორედ ასეთი რისკებისგან თავის გადასაზღვრად XAI-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაართულოს და გაამკაცროს უსაფრთხოების სისტემები და გაართულოს კომუნიკაციის ფორმა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვინმეს ექნება ინტერესი ან ადამიანის მოკვეთისთვის ინსტრუქციის მიღების, ან ბომბის დამზადების, ნარკოტიკული საშუალების დამზადების, ამ ადამიანებს არათუ პასუხს არ გასცემს ისეთ, როგორც მათ აინტერესებთ, არამედ პირდაპირ გადაამისამართებს მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტებისკენ და ასწავლის, როგორ უშველონ თავს, ასე რომ ვთქვათ. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს ილონ მასკთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩართული სასამართლო დავებში. როგორც წესი, მას უჩივიან, რადგანაც მასკი მინდა თუ არ გვინდა არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელსაც აქვს რამდენიმე საინტერესო კომპანია, რომლებიც ხშირად დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად იღებენ კრიტიკას და მათ შორის ეს კრიტიკა ხშირად გადადის ლეგალურ სივრცეშიც, როდესაც ილონ მასკი ხშირად დგება სასამართლოს წინაშე. მოკლედ, ამჯერად მასკი არის ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე, რომელსაც ტეხასის ფედერალურ სასამართლოში შეაქვს საჩივარი XAI-ის მხრიდან, მისი სტარტაპის მხრიდან და საჩივარი მიემართება პლანეტის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას Apple-ს და ყველაზე მსხვილ სტარტაპს OpenAI-ს. ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სარჩელი მონოპოლიურ გარიგებასთან დაკავშირებით, რადგანაც ორივე კომპანია მოგწონს თუ არ მოგწონს არის გარკვეულწილად მონოპოლისტი. Apple-ს აქვს თავისი ძალიან მკაცრად ჩაკეტილი და დაცული ეკოსისტემა, რომელშიც პრინციპში იმას აკეთებს, რაც მას სურს და OpenAI-ს თავის მხრივ აქვს პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი AI მოდელი ChatGPT, რომელსაც იგი ყიდის სხვადასხვა კომპანიებზე და ერთ-ერთი პოტენციური მყიდველი ამ AI მოდელის არის თავად Apple, რომელმაც შეიძლება თავის პროდუქტებში ჩააშენოს ChatGPT ან სხვა ნებისმიერი მოდელი, რომელსაც OpenAI შექმნის. მოკლედ, ეს მოცემულობა არსებობს ბაზარზე, ეს არავისათვის სიახლე არ არის, მაგრამ როგორც მასკი ამტკიცებს, რეალურად Apple ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლები, რომლებიც შედიან App Store-ზე,
რეკომენდირებულების სიაში მხოლოდ და მხოლოდ იღებენ ChatGPT-ს და არასოდეს თითქმის არ იღებენ Grok-ს ან XAI-ს მიერ შექმნილ სხვა პროდუქტებს და ამ საკითხთან დაკავშირებით მასკის მოსაზრება შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად არის გამყარებული მონაცემების მიერ, რადგანაც წესით Grok-იც ტოპ 10-ში უნდა იყოს გადმოწერებისა და მოხმარებლების რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ასე არ არის. ანუ აქ ფაქტი არის, რომ შეიძლება Apple გარკვეულწილად თავის ალგორითმს ისე ამუშავებდეს, რომ ტოპ 10-ში მხოლოდ და მხოლოდ ის AI ხვდებოდეს, რომელიც მისთვის არის მისაღები. ან შეიძლება იყოს გარკვეული გარიგება, რომელიც საჯარო არ არის OpenAI-სა და Apple-ს შორის, რათა OpenAI-ის AI მოდელი ყოველთვის იყოს წინ წამოწეული. ეს გარიგება არის თუ არა ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობის დარღვევა, ეს საერთოდ მოსაკითხი ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს, მაგრამ ბრალდების მხარეს როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები აქვს, რადგანაც ეს სარჩელი დარეგისტრირდა სასამართლოში, ანუ ის შემდეგ უკვე განხილვას დაექვემდებარება და რომ არ იყოს ხალხჩასაჭირი არგუმენტაცია, რა თქმა უნდა სასამართლო ამ საკითხს უბრალოდ არც კი განიხილავდა და პირდაპირ ითხოვდა იმას, რომ საკითხი არ ექვემდებარება განხილვას, მაგრამ ექვემდებარება, ანუ პოტენციური მონოპოლისტური გარიგება შეიძლება აქ არსებობდეს, რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც ტექ გიგანტები ძალიან ხშირად არიან ასეთ გარიგებაში ჩართულნი და ხშირად ისინი მრავალ მილიონიან და მილიარდიან ჯარიმებსაც იღებენ ასეთი გარიგებების გამო. კულუარული ინფორმაციით, Apple გეგმავს ხელოვნური ინტელექტის გიგანტების, სტარტაპების ამ შემთხვევაში, თუმცა უკვე სერიოზული შესაძლებლობის მქონე კომპანიების Perplexity-ს და Mistral-ის შეძენას. ამ შემთხვევაში მიზანი კომპანიისა არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ის ჩამორჩენა, რომელიც ამჟამად აქვს კომპანიას, მაქსიმალურად გაანეიტრალოს და მოახერხოს საბოლოოდ Apple Intelligence-ის ინფორმით დიდი ალბათობით, ისევაც Apple Intelligence-ის ინფორმით წარმოდგენა, რომელიც მომხმარებლებისთვისაც იქნება დამაკმაყოფილებელი და კონკურენციასაც გაუწევს ბაზარს. აღსანიშნავია, რომ ეს ორი კომპანია, Perplexity და Mistral, არის განვითარებული არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ არიან მსხვილი კომპანიები, არამედ უკვე აქვთ პრეტენზია სხვა მსხვილი აქტორების შეძენის. ამ შემთხვევაში მე შემიძლია გავიხსენო Perplexity, რომელმაც 35 მილიარდი დოლარი შესთავაზა Google-ს, რომ მისი Chrome, ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა წაიღოს თავისთან და Google-ს მოაშოროს ის პრობლემები, რომლებიც სამართლებრივად დაუდგა მონოპოლიის გამო. მართალია კომპანია ამ იდეას საკმაოდ საინტერესოდ აღიქვამს, თუმცა არის აზრთა სხვადასხვაობა, თუ ხელმძღვანელი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი Tim Cook-ი თვლის, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი და ვაღიაროთ არსებული პრობლემები და შესაბამისად შევქმნათ ისეთი ხელოვნური ინტელექტის სხვა გარე აპლიკაციები, სხვა გარე აქტორების დახმარებით, როგორც Perplexity და Mistral არიან. კომპანიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი Craig Federighi კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ Apple-მა სახელი გაითქვა დამოუკიდებლად პროდუქტების შექმნით, დამოუკიდებლად იმის შეთავაზებით, რაც მომხმარებლებისთვის არის საინტერესო და თუ გარე აქტორების შემოვლენ, როგორც უკვე აღნიშნული სტარტაპებია, ეს კომპანიის რეპუტაციაზე უარყოფითად დაისახება. ხო, კომპანიის რეპუტაციას ისედაც არ აქვს კარგად საქმე, რადგანაც ჩამორჩენა უკვე არის კოლოსალური, ვინაიდან Apple ამ შემთხვევაში მობილური მოწყობილობების ბაზარზე არის პირდაპირ ჩართული კონკურენციაში Android-თან, ხო Android-ს რეალურად AI-სთან წვდომა აქვს უკვე თითქმის 2 სრული წელიწადია, ანუ პოტენციურად 3 წლიან ჩამორჩენაზე გვაქვს საუბარი, თუ კი Apple-ს ჯერაც არ აქვს ხელოვნური ინტელექტი მზად, სულ რაღაც 2 კვირაში წარსადგენად, რაც ნამდვილად ძალიან საეჭვო რომ მოესწრება. მოკლედ ეს ჩამორჩენა უკვე იმდენად დიდია, რომ იწვევს რეალურად ფინანსურ პრობლემებსაც, რადგან ძალიან რთულია Apple-მა გაყიდოს თუნდაც ახალი iPhone-ები მხოლოდ და მხოლოდ მინიმალური განახლებების ხარჯზე, რადგანაც მისი კონკურენტები მომხმარებლებს თავაზობენ უკვე სხვადასხვა AI ხელსაწყოებს, სხვადასხვა ისეთ აპლიკაციებს, რომელთა ნაწილი iPhone-ისათვის უბრალოდ არ არსებობს. ამ შემთხვევაში კონკურენცია ამდვილად არის და თანაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება იქნეს დაიგნორებული ან გადადებული სამუდამოდ. ეს არ არის დასაკეცი ეკრანების ტექნოლოგია, რომ შეიძლება მაგალითად კომპანიამ თქვას, რომ 5 წელი ჩვენი არ გვაინტერესებს. ეს არის AI, რომელიც ყველას უნდა დღეს
შესაბამისად, აქ დაგვიანება უკვე არის ფაქტობრივად მიუღებელი და ამაზე ინვესტორებიც ხშირად საუბრობენ, როდესაც Apple-ის ინვესტორთა შეხვედრები იმართება, ყველაზე მეტი შეკითხვა ბოლო დროს არის მიმართული სწორედ ამ მიმართულებით, როდის გამოჩნდება სრულყოფილი Apple Intelligence და როგორ განვითარდება იგი. ახლა უკვე ინვესტორებს პრინციპში აღარც აქვთ მოლოდინი იმისა, რომ Apple რაღაც შიდა რესურსებით მოახერხებს AI-ის განვითარებას, რადგანაც აღიარებაც კი წამოვიდა კომპანიის მხრიდან და ბოდიშიც იყო, მაგრამ თავად განვითარების პროცესში სხვა სტარტაპების შემოყვანის იდეა რამდენად იქნება, ასე ვთქვათ, იმიჯურ დონეზე მისაღები Apple-ისათვის, ეს კიდევ სხვა საკითხია. აქაც ალბათ ინვესტორების კონსენსუსი იქნება საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო თავად ეს ჩამორჩენა, რომელიც არსებობს, გარკვეულწილად უკვე ასახული არის Apple-ის აქციებზეც, რომელსაც დიდი ხანია უკვე აღმასვლის დინამიკა ისეთი აღარ ჰქონია, როგორიც წინა წლებში იყო დამახასიათებელი. პრინციპში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Apple ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჩამორჩენილი დიდი შვიდეული კომპანიაც კი იყო, რაც სწორედ AI-ის მიმართულებით მისი ჩამორჩენილობითა თუ კონსერვატიულობით იყო განპირობებული, მაგრამ თუ კი მოახერხებს Apple როგორღაც მომდევნო ერთ წელიწადში საკუთარი AI მოდელის ნორმალურად განვითარებას, თუნდაც Perplexity-ის დახმარებით, სავარაუდოდ ამ სიახლეს შემდეგ უკვე ინვესტორები პოზიტიურად მიიღებენ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ Apple-ს სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის და მათი დახმარებით კარგი პროდუქტი შექმნის გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში Intel იყო ასეთი მიმწოდებელი Apple-ისათვის, მაგრამ Intel-ის მქონე MacBook-ებზე მაგალითად მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ M სერია 10-ჯერ უკეთესი გამოვიდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არის Apple-ის მიერ შექმნილი. აქაც ალბათ ასეთ მოცემულობას ვიხილავთ, შეიძლება Perplexity-ის მიერ შექმნილი AI მოდელი იყოს გარდამავალი პერიოდისათვის, ბავშვად 3-4 წლით, რომლის შემდეგაც შეიძლება Apple-მა გამოაჩინოს უკვე თავის მიერ შექმნილი AI მოდელი, რომელიც იქნება ალბათ უფრო მეტად პერსონალიზებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო მეტად კონფიდენციალურობაზე კონცენტრირებული, რადგანაც ჩვენ ვხედავთ AI-ის ამ მიმართებით ისეთ გარღვევებს, რაც არ უნდა იყოს და რაც Apple-ის სტანდარტებით არის ამჟამად მიუღებელი. მოკლედ, სიახლეები ძალიან ბევრი გველოდება, მომავალ კვირას უკვე არაერთ საინტერესო სიახლეს შევიტყობ ჩვენ Apple-ის მხრიდან, მანამდე კი ის გადავგვჩენია, რომ ამ მოვლენებს დავალოდოთ. Apple-მა განაახლა მოძველებული, ან ჩამორჩენილი, ან არც ისე გამოსადეგი, ან obsolete კატეგორიის მოწყობილობების სია, ასეთი სია აქვს Apple-ს გამოქვეყნებული თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც როგორც წესი ის მოწყობილობები ხდება, რომელთა ასაკი უკვე აღემატება 7 წელიწადს, მათ აღარ აქვთ პირდაპირ ფორმით განახლებებით მხარდაჭერა, ისინი ვეღარ იღებენ უახლეს, ასე ვთქვათ, ფუნქციონალს და შესაბამისად Apple ფიქრობს, რომ ამ მოწყობილობებით უკვე მომხმარებლებმა აღარ უნდა ისარგებლონ, რადგანაც უკეთესი შეთავაზებები არსებობს ბაზარზე, თუნდაც უახლესი სერიიდან გამომდინარე. მოკლედ ამ კატეგორიაში არაერთი მოწყობილობა აღმოჩნდა და მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის 11 ინჩიანი MacBook Air, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი თავის დროზე Apple-ის line-up-ში. 2015 წელს გამოჩნდა ბაზარზე, იყო უკიდურესად პოპულარული, ლამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული MacBook-ი არის ის საერთოდაც კომპანიის არსებობის ისტორიაში, რადგანაც ის იყო ძალიან კომპაქტური, მსუბუქი, მოსწონდათ ის მოსწავლეებს, სტუდენტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, რადგანაც მისი ბატარეა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ძლebda და ის სიმძლავრე, რაც იყო ამ მოწყობილობაში ხელმისაწვდომი, მის ზომასთან შედარებით იყო უბრალოდ წარმოუდგენელი, სხვა არც ერთი Windows მოწყობილობა მასთან კონკურენციაში უბრალოდ ვერ შედიოდა. მოკლედ ეს მოწყობილობა შეიძლება იყოს საკულტო ბევრისათვის საყვარელი, მაგრამ დღეს უკვე არის ოფიციალურად მოძველებული და ჩამორჩენილი. ასევე ამ კატეგორიაში გადაინაცვლა უკვე 2017 წელს გამოშვებულმა MacBook Pro 13 ინჩიანმა და აგრეთვე 15 ინჩიანმაც, ვინაიდან ეს MacBook Pro-ები უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ Apple-ის მოთხოვნებს, ვინაიდან M პროცესორების საკითხი არის საკრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ Intel-ის პროცესორებია, Intel კი არ არის Apple-ისათვის დიდად საყვარელი პროცესორების სერია, მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, მასზე უკვე განახლებები აღარ არის გათვლილი. მოკლედ ეს 7 წელი ვახსენე და 7 წელი პრინციპში არის საკმაოდ კარგი პერიოდი იმისათვის, რომ კომპიუტერულმა და მობილურმა მოწყობილობამ იმუშაოს გამართულად, ამის შემდეგ უკვე მოლოდინი არც უნდა გქონდეს, რომ რაღაც საოცრებებს ვიხილავთ, რადგანაც 7 წელი ტექნოლოგიურ სამყაროში არის ლამის 70 წელიწადი ტექნოლოგია ისეთი ტემპით ვითარდება, მაგრამ Apple ზოგადად ჩვევია ის, რომ ის რამდენიმე წლის განმავლობაში არის მაინც რელევანტური და შეიძლება მაგალითად 2017 წელს გამოშვებული MacBook Pro დღესაც იდეალურად მუშაობდეს, უბრალოდ ის არის მაინც მოძველებულ კატეგორიაში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული სერვის ცენტრები მას პირდაპირ სერვისს აღარ გაუწევენ, შეიძლება ბატარეა გამოუცვალონ, თუმცა ასე ვთქვათ, შეკეთებას ის უკვე ოფიციალური გზებით აღარ ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ცალკეული თუნდაც
მაღაზიები გაუწევენ სერვისს, ამაში პრობლემა არ არის, მაგრამ ოფიციალური მხარდაჭერა მას აღარ ექნება. მოკლედ, აი ესეთი არის ამჟამად ეს მოცემულობა, ამ სიას კიდევ ბევრი არაერთი პროდუქტი დაემატება, რადგანაც მათი ასაკი იმატებს, ხოლო როცა იმატებს ასაკი, პროდუქტი ხდება რა თქმა უნდა ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი. 11-ინჩიანი MacBook Air-ი, რომელზეც ახლა შენ ისაუბრე, 2016 წელსვე მისი გამოშვება შეწყდა, რადგან სულ ცოტა ხანში, ფაქტობრივად ერთ წელიწადში Apple-მა მოახერხა ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, ეს იყო Touch Bar-ი და ამას დაემატა MacBook Pro-ს გამოსვლა. შესაბამისად, ერთი წლის ვადაში იმის მიუხედავად აღსანიშნავი ეს არის, რომ MacBook Air-ი, რომელზეც 11-ინჩიანი MacBook Air-ი მხოლოდ ერთი წლით იყო გამოშვებული, მაგრამ ძალიან დიდხანს დარჩა მომხმარებლის გულებში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლამდე გრძელდებოდა სელექტიურ დისტრიბუტორებთან მათი გაყიდვა, თუმცა ეს პროცესი ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და არათუ ვინტაჟური აღარ არის, შეიძლება რთულად მოიძიოს ადამიანმა დღეს. გაუხსნელი განსაკუთრებით თუ ვინმე იშოვის მას, ალბათ საკმაოდ დიდ ფულსაც მიიღებს, თუ გაყიდის eBay-ზე მაგალითად გავუსწროთ. მე არ ვარ სამწუხაროდ. კი ბატონო, აღსანიშნავია, რომ 11-ინჩიანი MacBook Air-ი იმიტომ გახდა უკვე აღარ ნაკლებად პოპულარული, რომ ნელ-ნელა Apple-მა დაიწყო 13.6-ინჩიანი და 15.3-ინჩიანი, უფრო მასშტაბური, დიდი მოცულობის და შესაძლებლობების მქონე MacBook-ების გამოშვება, შესაბამისად ვეღარ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომელიც Apple სურდა რომ დაეკმაყოფილებინა. ვსაუბრობთ ინჩებზე და უნდა ვახსენოთ, რომ Apple ემზადება ისეთი 12.9-ინჩიანი MacBook Air-ის გამოშვებისთვის, რომელიც არ იქნება M სერიის ჩიპით აღჭურვილი, არამედ iPhone 16 Pro-ს ჩიპით იქნება აღჭურვილი. საინტერესოა, როგორ პროდუქტს მივიღეთ Mac კუთხით, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ ისევ ვინტაჟური სერიის მოწყობილობებზე საუბარი, რომლებიც Apple-მა უკვე ფაქტობრივად გაიყვანა სრულად მომსახურებიდან აღარ უშვებს, არათუ აღარ უშვებს, ვერც ვიხილავთ, თუ ძალიან არ მოვიძიეთ. ასეთი ამ შემთხვევაში არის iPhone 8 Plus-ი 64 და 256 გიგაბაიტიანები, რომლებიც უკვე ვინტაჟურ სერიაში შევიდა, თუმცა მომდევნო 5 წლის განმავლობაში თუ ადამიანს ექნება სურვილი, რომ განაახლოს მოწყობილობა, ყველა ავტორიზებულ რესელერს შეეძლება ტექნიკურად მისი განახლება, თუმცა ოფიციალურად მის შეძენა ალბათ აღარ იქნება შესაძლებელი. აქ უნდა ვახსენოთ, რომ iPhone 8 Plus-ი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, გამოვიდა 2017 წელს, იმ წელს, როცა iPhone X-ი გამოვიდა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, თუმცა X-ი არ მოხვედრილა ვინტაჟური ტელეფონების სიაში, იმის მიუხედავად, რომ მასაც ალბათ იმდენი წელი გავუვიდა გამოსვლიდან, რაც iPhone 8 Plus. 2026 წლიდან Google უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებას აპირებს. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო წლებში საკმაოდ გააქტიურდა Play Store-ის გამოყენებით თაღლითური, ციფრული თაღლითობის მასშტაბი. ბევრი ადამიანი ჩიოდა, რომ როცა შევდივართ აპლიკაციაში, ვიყენებთ ამ აპლიკაციას, თუმცა გვერდითი სერვისები, რომლებსაც ვიღებთ ამ აპლიკაციიდან, არ არის დაცული, Google-ის მიერ არ არის გარანტია მიცემული მომხმარებლებისთვის და შესაბამისად ის ბოროტი აქტორები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რომ ადამიანებს გამოძალონ ფული, ამ შემთხვევაში ციფრულ გზებსაც დიდი მონდომებით იყენებენ. Google-ის მიერ გამოცხადებული ეს უსაფრთხოების გამკაცრება 2026 წელს მხოლოდ ძირითად პრობლემურ 4 ქვეყანას შეეხება. ეს ქვეყნებია ბრაზილია, ინდონეზია, სინგაპური და ტაილანდი. თუმცა 2027 წლიდან ის უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც დაინერგება მთელ მსოფლიოში, ყველა დეველოპერისთვის იქნება სავალდებულო. ახლა შეიძლება კითხვა, რა არის ეს სისტემა, რა კუთხით გამკაცრებას და გართულებას გულისხმობს უსაფრთხოების სისტემის. ეს არის დეტალური ინფორმაციის გამოკითხვა დეველოპერისგან იმის შესახებ, თუ ვინ არის ოფიციალურად სახელმწიფო პასპორტში, რა სახლითა და გვარით არის მითითებული მის შესახებ ინფორმაცია, სად მუშაობს, სად ცხოვრობს, ფაქტობრივად ტელეფონის ნომერი, ერთი ანგარიშის ნომერი არის, მე მგონი მოთხოვნილი, ყველაფერი, რაც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, არის მოთხოვნილი ამ მექანიზმში და 2026 წლიდან უკვე აღნიშნულ 4 ქვეყანაში ეს სავალდებულო გახდება. რაც შეეხება მიზანს. მიზანი უპირველეს ყოვლისა Google-ისთვის არის შესაძლებლობის მიღება, რომ თუ რომელიმე
დეველოპერი თაღლითურად გამოიყენებს Play Store-ს და მომხმარებელს შეიყვანს შეცდომაში და აყაჩაღებს, მას Google შეეძლოს უბრალოდ მის წინააღმდეგ საქმის დაწყება და სამართლებრივი პასუხისმგებაში ამ ადამიანის მიცემა. ეს არა მარტო Google-ს მისცემს საშუალებას, რომ სამართლებრივად უფრო გაამკაცროს სისტემა, არამედ დაიცავს Play Store-საც შესაძლო თაღლითებისგან, იმიტომ რომ მათ ეცოდინებათ, რომ ყველა ინფორმაცია ექნება Google-ს და ნებისმიერ ქვეყანაში დაიწყებს ნებისმიერ სასამართლოში საქმის წარმოებას და მიიყვანს ბოლომდე ალბათ საქმეს ისე, რომ დაისჯებიან ისინი, ვინც თაღლითური გზებით მიაყენებენ ზარალს და ზიანს ციფრულ მომხმარებელს. აზიაში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე ერიკ ტრამპი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟი, გამოვიდა სიტყვით, მას ჰქონდა საინტერესო პრეზენტაცია კრიპტოინდუსტრიასთან და ბიტკოინთან დაკავშირებით და ამ პრეზენტაციის დროს მან რამდენიმე მოსაზრება გაავრცელა ბიტკოინთან დაკავშირებით, რადგანაც რთულია ამ მოსაზრებებს ვუწოდოთ პროგნოზები, რადგანაც ზოგადად პროგნოზს აკეთებს ანალიტიკოსი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, სერტიფიკატები და განათლებაც იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც საუბრობს, ხოლო ერიკ ტრამპი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ინვესტორი და ინვესტორის მიერ გაკეთებული განცხადება პროგნოზად ნაკლებად შეიძლება იქნეს განხილული, როდესაც ვიღებთ ფინანსურ საინვესტიციო გადაწყვეტილებას, ამიტომაც რასაც ვიტყვით, მას მაყურებელს მოუწოდებ, რომ დაუფიქრდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც თავად გაუჩნდებათ მოსაზრება დამოუკიდებლად ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, ერიკ ტრამპი ამბობს ასეთ რამეს: მისი შეფასებით ბიტკოინის ფასი აუცილებლად და გარდაულად გაიზრდება $1 მილიონ-მდე. ბიტკოინის ფასი ამჟამად არის $110,000 ფარგლებში. ანუ ნახტომი, რომელსაც სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ, იქნება უბრალოდ დრამატული. ამ განცხადების გაკეთებისას ტრამპი რაციონალზე საუბრობს და ის ამბობს, რომ ეს ზრდა იქნება განპირობებული არა უბრალოდ რიტეილ ინვესტორის ჩართვით, ანუ ჩვეულებრივი ადამიანების, რომელიც მაგალითად მობილური აპლიკაციით ყიდულობენ ბიტკოინს, არამედ სახელმწიფოების ჩართულობით, რადგანაც სტრატეგიულ რეზერვს ბიტკოინის მიმართულებით არაერთი ქვეყანა შექმნის მისი შეფასებით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ვიცით, რომ აუცილებლად შექმნის და ასევე სხვა ქვეყნებიც გამოჩნდებიან, როგორც ის ამბობს და აქვე, რა თქმა უნდა, თუ ქვეყნები ჩაერთვებიან, იქვე ჩაერთვებიან საინვესტიციო ფონდებიც და უმსხვილესი კომპანიებიც, მათ შორის 500 უმსხვილესი კომპანიიდან ალბათ ძალიან დიდი ნაწილი ბიტკოინს შეიძენს როგორც საინვესტიციო სტრატეგიულ აქტივს, ვინაიდან მას აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ-ერთი საუკეთესო ამონაგები, თუ კი ისტორიულ მონაცემებს დაუკვირდებით, მაგრამ აქვე უნდა ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ეს მონაცემები არის მხოლოდ წარსული სტატისტიკა და წარსული სტატისტიკა არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ზრდა შეიძლება განმეორდეს მომავალშიც. ამისი არანაირი გარანტია, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ამას პრინციპში ერიკ ტრამპიც ამბობს, რომელიც პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არის პირადი ინტერესით წარმოდგენილი, მას აქვს ასეთი კომპანია, American Bitcoin ჰქვია, ეს არის როგორც ტრეიდინგ პლატფორმა, აგრეთვე მაინინგ კომპანია, შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანი მსგავს განცხადებებს ავრცელებს, მას აქვს პირადი ინტერესები და ფინანსური, ასე ვთქვათ, ინტერესებიც უნდა იქნეს ეს, რა თქმა უნდა, აღნიშნული. აქვე ის უნდა ითქვას, რომ როდესაც ის საუბრობს ბიტკოინზე, ამბობს, რომ რეალური ჩართულობა უკვე ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან, ანუ სერიოზული ინვესტორების მხრიდან არის უკვე ძალიან გაზრდილი, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ მათ შორის ბანკებიც კი ყიდულობენ უკვე ბიტკოინს და ამას თავის მხრივ ხელს უწყობს რეგულაციები, საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა და რაც თავარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან გამოცხადებული ხარდაჭერა, ხოლო პრეზიდენტი არის მოგახსენებათ ერიკ ტრამპის მამა, რომელსაც აგრეთვე აქვს პირადი ოჯახური ინტერესები ბიტკოინთან და ზოგადად კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით. ასეთი იყო დღევანდელი ტექინფორმი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ მომდევნო გადაცემებში. მოგიყვებით. მომავალ შეხვედრამდე.